შესაძლებელია, ჩვენს უფრო დიდი მოტივი არის. საინფორმაციო და ტექნოლოგიური და IT ინოვაციების მიმართულება საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტული დარგი ხდება. მთავრობის დადგენილებით შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც სათავეში პრემიერ-მინისტრი ჩაუდგება. ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ხუმსიშვილმა კერძოდ ამ თემაზე გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი განცხადებით ამ სექტორის წინსვლა ხელს შეუწყობს ასევე სხვა ეკონომიკური დარგების განვითარებას, შესაბამისად ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და შემოსავლების გაზრდას. საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების სარგებელია მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა, საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება, ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა ბევრ სხვა განხრაში, უკეთესი ცხოვრების დონე განათლებასა და ჯანდაცვის სფეროში, ძლიერი და მეტად კონკურენტიანი მცირე და საშუალო ბიზნესი, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება და მათი სიღრმისეული ცოდნა ამარტივებს ურთიერთობებს სავაჭრო პარტნიორებთან.